Okay, ჩავთოთ რაინო. ასე იგი, ჩავთოთ რაინო, ვაჭერთ რაინო cam მილი. და შეირთება, ასე ვთქვათ, ორი ცალი ფანჯარა. ერთი ფანჯარა არის ფრეზების პარამეტრების, მეორე ფანჯარა არის დამუშავების ტიპები. ფრეზები შეგვიძლია გავირჩიოთ, ანუ დამუშავების ტიპისგან მიხედვით, მაგალითად თუ გვაქვს რაღაც მასალა ამოსაჭრელი, ავიღებთ აი აქ პარამეტრს, სახელით შეგვიძლია შევუცვალოთ, მაგალითად დავარქვით 6 მმ-იანი ცალფრთა ფრეზი. აქ შეგვიძლია ფრეზების ფრთების რაოდენობა მივთითოთ. ეს არაფერს არ ცვლის რეალურად პარამეტრებში, უბრალოდ ვიზუალური შესაძლებელი არის. აი ქვემო პარამეტრებს რაც შეეხება, ეს უკვე ჩარხისთვის თუ ATC გვაქვს, ანუ ფრეზების საცვლელი, მაგ შემთხვევაში აქ უნდა მივთითოთ, რომ ვთქვათ ნომერ პირველი ფრეზი არის, რეგისტრიც, ანუ რეგისტრი, რომელსაც აკითხავს დაადგარი, ეგეც პირველი არის. ანუ ეს საფრეზერო ჩარხებისთვის, ან ATC, ან სლადი შპინდელი, რომელსაც აქვს, მაგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ადგება და შესაბამისად იმ ფრეზს გამოსვლის, ანუ გამოიძახებს. სიჩქარებს რაც შეეხება, აი აქ შეგვიძლია მივთითოთ, მაგალითად 24000 ბრუნიანი შპინდელი გვაქვს, ან ფაილიდან შეგვიძლია შემოვიტანოთ, მაგალითად ხის დამუშავება, ფრეზის ტიპი, რა მასალის არის, ჭრის სიჩქარე, ბრუნთა რიცხვი. აქ მოდი 24000 მივთითოთ, maximum limits of computation, ანუ ეს გამოთვლებს გაგვიკეთებს, მაგალითად მაქსიმალურად რა სიჩქარის ჭრა შეუძლია და აქ მე შეგვიძლია ეს პარამეტრები გავითვალისწინოთ და აქ მივთითოთ. მაგალითად ჭრის სიჩქარე იყოს 5000. ანუ 7600-დან გაჭრის, მაგრამ მოდი ცოტა უკან დავიხოთ ერთი ნაბიჯით და მივთითოთ ეს. ფრეზის დიამეტრი არის 6 მმ, ფრთების რაოდენობა არის 1. აქ შესაბამისად ეს კალკულაციას, ეს არის კალკულატორი, ასე რომ ვთქვათ. შიგა კალკულატორი და ეს არის უკვე ჩვენ რა პარამეტრებსაც უთითებთ. Okay, მივცეთ, save edit to tool. აქ დაგვიმატა 6 მმ-იანი ფრეზი, ეს არის სხვა ფრეზები, რაც გვაქვს უკვე შენახული ადრე. აქ ხდება დამატება, აქ არის რეგიონების პრედეფინიცია, მაგალითად გვაქვს რაღაც დასამუშავებელი რეგიონები, რაღაც კომპლექსური ნახაზი გვაქვს და ბევრი რეგიონი გვაქვს, ხო, ქურვებს მოვნიშნავთ და დავამატებთ ამ რეგიონს, ასე რომ ვთქვათ, აქ. ეს შემოვიდა ცოტა კომპლექსურ სამუშაოებისთვის არის საჭირო. Features იგივე რაღაცა არის და keybase-იც არ გვჭირდება ახლა ამ შემთხვევაში, ამ გაკვეთილის ფარგლებში. Განსაკუთრებით აქ არის დამუშავების ტიპები, არის დანადგარი, რადგან 3 ღერძიანია, ვირჩევთ machines, ავირჩევთ აქაც 3 ღერძიანს და სამუშაო არეალსაც დიდად არ ვეხებით, იმიტომ რომ ისაც არ ვაპირებთ, რომ გავცდეთ სამუშაო არეალს. აქ გვაქვს post პროცესორი, რომელიც G-codes ფორმატირებას გაუკეთებს. ჩვენი რუტერის შემთხვევაში ვირჩევთ ability systems, ანუ სტანდარტული post პროცესორი ჩვეულებრივად მუშაობს, ანუ ეს G-codes ჩვენასაც დავაგენერებთ, იმას თავზე გადააწერს. მოდი რაღაც ფაილი შემოვიტანოთ. Parallel lift kit. მოდი, აი ეს შემოვიტანოთ და დავამუშავოთ. ეს ელემენტები არ გვჭირდება. და თქვა და ეს დეტალი გვაქვს ამოსაჭრელი. ჯერჯერობით ყოველ პროფილური დამუშავება განვიხილოთ. ავდოთ დაახლოებით აქ. ანუ ეს არის ჩვენი კოორდინატები, 0-0 კოორდინატი, აი ამ წერტილში არის, ანუ origin-ის 0-0 კოორდინატში ემთხვევა ჩვენი დაადგარის 0-0 კოორდინატიც. და თქვა და ეს მასალა გვაქვს 25 მმ-ის სიღრმის. Extrude curve, აუკრივოთ ბრძანება, ოიშვა ხაზი არ გაგვიეფექტიურებია. Extrude curve 25 მმ. და 0-0 კოორდინატის დაბლა ჩავდივართ. შეგვიძლია მაღლაც ვიყოთ, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე ასე ვარ შეჩეული, დავუგენერიროთ სტოკი. სტოკზე მივთითოთ, რომ შენ ადი 0-0 კოორდინატში, ზედა მხარე იყოს მასალის, ასე რომ ვთქვათ 0. ეს არის პოზიციები, სადაც ეს სტოკი იქნება, მივცემთ OK-ს და ნახოთ აბა სტოკი სად არის. სტოკიც აი ესე ირგვლივ არის, მაგრამ ამ დეტალს მთლიანად არ ფარავს. მოდი შევიდეთ copy model bounding area. აი იყოს ეს, ანუ დეტალის ზომები. OK, მივცეთ. და რადგანაც 0-0-ზე გადავწიე, მაგიტომაც ეგრე ქნა. მოდი ცოტა გავზარდოთ მაშინ. იყოს 200-ზე. და ესე მასალას დაგვიდებს.
ეს მასალის დადება იმისთვის სჭირდება, რომ ვიზუალიზაცია წარმოვიდგინოთ, კარგად აკეთებს თუ ცუდად აკეთებს. Fixtures ანუ სამაგრები მასალის ამ შემთხვევაში არ გვაქვს, იმიტომ რომ საუბრობთ შრუბებით დავამაგრებთ აი ამ 4 წერტილში და ისე ამოვჭრით. ახლა დამუშავების ტიპი. ეს არის setup-ი. Setup-ები ძირითადად გვჭირდება თუ რაღაც 4-ღერძიანი ოპერაციები გვაქვს, ან რამოდენიმე ასე ვთქვათ, setup-ი გვაქვს სამაგრების, მაგ შემთხვევაში გვჭირდება ცალ-ცალკე ოპერაციებად იქნება დაყოფილი, მაგრამ ამას ჯერჯერობით არ ვეხებით. მარტივ 2-ღერძიან ოპერაციებს, 3-ღერძიან ოპერაციებზე ეს არ გვჭირდება. მოდი ავირჩიოთ ახლა დამუშავების ტიპი. Profiling. ანუ იდეაში ამ ყველაფერს აქ როდესაც მიუთითებთ, ერთჯერადად ხდება, ერთჯერადად არის ამის მითითების საჭიროება, შემდგომ ცვლა არ გვიწევს თუ რამოდენიმე ჩარხი არ გვაქვს და სხვა პოსტპროცესორი არ გვჭირდება. და იმ შემთხვევაში და თუ ცალ-ცალკე ფაილები გვექნება, მაინც, როდესაც გავხსნით ფაილს, იმავე პოსტპროცესორს ჩატვირთავს. აქ არის პროგრამის ფანჯარა, სიმულაციის ფანჯარა, მილი, ანუ აქ რასაც აირჩევთ, შეგვიძლია ეს ფანჯრები ასე მარტივად ჩავხუროთ. Turn-ი არის უშუალოდ, როდესაც ტოკარნი, ანუ ქართულად არ მახსოვს რა ქვია, აქ დაადგარს. ტოკარნი დაადგარზე ხდება მუშაობა, მილი არის, როდესაც საფრეზერო სამუშაოები გვაქვს. კარგი, ეს ორივე ფანჯარა ჩართული გვაქვს, ავირჩიოთ პროფილური დამუშავება, work 0 რა თქმა უნდა, აქ 0-0 კოორდინატია შეგვიძლია ცენტრშიც იყოს, ანუ დეტალის ცენტრში იყოს და იქაც ფრეზ დაადგარზე გავასწორებთ დეტალის ცენტრზე და იმის მიხედვით იმუშავებ შემდგომ. მაგრამ ამ შემთხვევაში 0-0-ით მუშაობა უფრო გამართლებულია, რადგან პირველი სამუშაო არის. მოდი ავირჩიოთ, ჩამოშალოთ ეს აქ. ავირჩიოთ პროფილური დამუშავება. გვეპირველივე ფანჯარა გვეუბნება გამიაქტიურე რეგიონი, რაც გვინდა რომ დავამუშავოთ, ვირჩევთ კონტურს, ვაძლევთ Enter-ს, გავდივართ tool-ებში, ვირჩევთ ჩვენ 6 მმ-იან tools, გავდივართ სიჩქარეებში, ვეუბნებით რომ load from tool. რადგანაც არ შემოიტანა load from file. აქ რაღაც არ შემოიტანა, არ დაიმახსოვრა, ეთყობა fresh. მოდი ეს გავასწოროთ. აქ შევიდეთ feeds and speeds. აქ არ დაგვიმახსოვრებია. აქ სად არის? აი ეს ყველაფერი ჩავასწოროთ და იქ ნახოთ 24000, ეს 5000. აქ ეს self-თიანი არის. Okay, save edits to tool. გამოვიდეთ აქ და პროფილურ დამუშავებაში feeds and speed მივუთხრათ რომ load from tool და ეს ყველაფერი შემოიტანა უკვე tool-დან. ეს ასე ჯობია რომ tool-ებში გქონდეს შენახული, იმიტომ რომ ამდენჯერ ახალ ფაილს გავაკეთებთ, აქ მე ხელახლა შესაყვანი რომ არ გავგიხდეს. ანუ tool-ი არჩეული გვაქვს, სიჩქარები მითითებული გვაქვს, clearance plane. ანუ clearance plane-ი არის უსაფრთხო არეალი, რაც უნდა გამოიყენოს გადასაადგილებლად. შეგვიძლია უთხრათ რომ აბსოლუტური z კოორდინატი რაც არის, ბოდიში. Okay. მოკლედ, აქ შეგვიძლია მივთვით მაგალითად 25 მმ, თუ თქვათ სამაგრები გვაქვს მასალაზე რაღაცაზე, რომ ცოტა უსაფრთხოდ გადაადგილდეს, ანუ ავას ზემოთ, z ღერძზე და ისე გადაადგილდეს. აქ არის უშუალოდ შემდგომ ჭრის პარამეტრები. Tolerance არის სიზუსტე, აი რადიალურ შესვლას როდესაც გააკეთებს, აი ეს გადასვლები რამდენი იყო შეგვიძლია 0.01-იც მაგალითად მივთითოთ. სტოკი არის მასალიდან, ანუ როდესაც გამოჭრის დეტალს, რამდენი დაგვიტოვოს საბოლოო დამუშავებისთვის. ამ შემთხვევაში ზუსტი დეტალი მინდა რომ ამოჭრას, მაგიტომ 0-ს მივთითებ. აქ დამუშავების ტიპი. ნახეთ აქ რომ გააჩერებთ ასე რომ ვთქვათ, მაუს, გამოგიტანთ ფოტოს, რომ დამუშავების ტიპი როგორი იქნება. აქ როგორც ხედავთ, mixed-ი როდესაც არის, ანუ მარცხნივ მარჯვნივ წავა, ჭრის მიმართულებითაც გაჭრის და ბრუნთა რიცხვის მიმართულებითაც გაჭრის და ბრუნის საწინააღმდეგო მიმართულებითაც გაჭრის. ამ შემთხვევაში climb cut-ი არის უფრო გამართლებული ჩვენი მასალისთვის, ანუ საითაც გადაადგილდება, ასე ვთქვათ, ჩვენი ფრეზი, იმის საწინააღმდეგო მიმართულებით გაყრის მასალას. შესაბამისად, ანუ გაჭრილ ადგილას დაგროვდება ის მასალა და არა ჭრის მიმართულებით. და შედარებით სუფთა ჭრას მივიღებთ გარკვეულ მასალებში. Mixed-ი, ანუ თლად გამართლებული არ არის, თითქმის არც ერთ შემთხვევაში, არ ვიცი რა შემთხვევაში შეიძლება იყოს რომ mixed-ი გამოგადგეთ, მაგრამ შეიძლება უფრო ეფექტური იყოს რაღაც მომენტებში. მაგალითად ქვაზე დამუშავებაზე, ან შეიძლება შუშის დამუშავებაზე გვჭირდებოდეს ან რაღაც ეგეთი. Use midpoint for longest side, ანუ ეს ადგება და დააწყების ადგილს აირჩევს ყველაზე გრძელი კუთხე, სადაც არის იმის შუიდან. და შესაბამისად უფრო ნაკლებად დაეტყობა, კუთხეში შეიძლება ჩამოგიტეხოს, მაგრამ აი შუშაზე სამუშაოდ მაგალითად კუთხეზე ჯობია რომ დაიწყოს და ამას გამოურთავთ. ან დეტალზედაც თუ წახნაგოვანი დეტალი გვაქვს, აი ამას გამოურთავთ, იმიტომ რომ კუთხეში არ დაეტყობოდა. აი მრგვალზე ახლა ხო საიდანაც არ უნდა დაიწყოს, მაინც დაეტყობა, რადგანაც მრგვალებული ადგილები აქვს. Cutting side.
ანუ საიდან შიგნიდან გამოჭრას, ანუ ფრეზი ამაზე გარედან შემოუვაროს, შიგნიდან შემოუვაროს ამ კონტურს თუ გასწვრივ იმასაგან. შეგვიძლია უთხრათ, რომ შენ თონე გადაწყვიტე 3D მოდელიდან გამომდინარე. ამას რო ეტყვით, ისაც გადაწყვიტავს, იმიტომ რომ აქ ხდება, რომ ამის შიგნით 3D მოდელია და გარედან შემოატარებს. ახლა შესვლა-გამოსვლა. მოდი ჯერ პრინციპში ეს არ დაიმთავრებია. მოდი აქ უთხრათ, რომ გამოჭერი გარედან. 100% დარწმუნებულები რო იყოთ, რომ მოდი გარედან გამოჭერი. Step over control. ანუ შეგვიძლია უთხრათ, რომ აი გარედან დაიწყე ნელ-ნელა შემოჭრა და დეტალამდე მიდი. და აი ესენი შეგვიძლია მივთვითოთ და აქ ვიზუალს როგორც ხედავთ, ნელ-ნელა შემოჭრის, გაჭრის და ნელ-ნელა მივა იმ დეტალამდე. ანუ თან დაამუშავებს ამასაც რა. მოდი total cut width, მოდი მაგალითად უთხრათ 2 მმ. ან და უფრო თვალსაჩინო რო იყოს, მოდი 15 უთხრათ და 1 მმ იყოს გადასვლა. აი ნახეთ. შემოჭრის და ბოლოს ამ დეტალს დაგვიტოვებს. ანუ თუ სკეილი და რთულად საჭირო მასალა და გარედან უნდა შემოჭრათ, აი ეს პრინციპი უფრო გამართლებული არის. მოდი cut parameters, სადაც ავიდა ეს 0-ზე დავიყვანოთ ჯობია, ისევ perform corner cleanup. ესეც დიახ საჭიროება არ არის. perform global gauge check. ესეც არ გვინდა. ანუ ამის საჭიროება ნაღდად არ არის. აი მამური ფუნქციონალის. არც გამომიყენებია თითქმის არასდროს მუშაობის დროს. ახლა ჩასვლის სიღრმე. მოდი აქ უთხრათ, რომ ჩადი 25 მმ-ზე, მაგრამ ჩადი 5 მმ-ის სიღრმით. მივცეთ გენერაცია, აი ესე გააკეთა. მაგრამ აქ მე შესვლა-გამოსვლა დიდად არ მომწონს. არ მინდა რომ აი ესე შევიდეს და გამოვიდეს. მაგითო შევიდეთ entry and exit და მივთითოთ არც ერთი, none. ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩავა, მაგრამ თუ ეს ალუმინი არის, ან აი მყარი მასალა, ეგრე ჩასვლის დროს, ვერტიკალურ ჩასვლის დროს რაღაც დაგვიზიანდება. მაგიტო აქ ვეუბნები, რომ სად იყო entry exit along the path, ანუ ჩვენი კოორდინატული მოძრაობის გასწვრივ რაღაც გრადუსით და რაღაც სიგრძეზე, მაგალითად 50 მმ-ზე. ეს ძალიან ბევრი გამომივიდა ბოდიშით. entry exit cut levels, entry exit. მოდი 50-ის მაგალითად 20 მმ იყოს, 20 არა. მოდი 3 მმ იყოს გენერაცია. აი ნახეთ როგორ კალურად ჩავა, ასე წამოვა და ნელ-ნელა ჩავა მასალაში, მაგრამ ამ ადგილას ისევ ჩავარდება და ეგრე გაჭრის. ეგ რო არ მოხდეს. სად იყო entry exit? აქ შეგვიძლია უთხრათ, რომ apply entry exit at each cut level. ანუ ყველა level-ზე ასე წადი უკან და ასე დახრილად ნელ-ნელა ჩადი და რომ არ დამიზიანო არც ფრეზი, არც მასალა. და უფრო ნელ-ნელა მასალასაც ნაკლები ძალა დაადგება, თუ მაგრად ვერ ვიკავებ დეტალს. ამ შემთხვევაში ეგ შემთხვევა არ არის. მაგიტომ მოდი ნანზე დავაყენოთ ორივე, რადგან რბილ მასალას ვჭრით. Feeds and speed უკვე მოგვარებულია, cornering parameters აქ არაფერი არ გვჭირდება, სორტირებაზედაც. ნუ აქაც სორტირება არის თუ ბევრი გვაქვს დასაჭრელი 10-მდე რო გვინდა რომ ამოიჭრას, დეტალის დამაგრების და მიხედვით, ანუ ოპტიმალურობის მიხედვით. minimum distance sort, ანუ ყველაზე მინიმალური დისტანციის სორტირება, directional sort, ანუ მიმართულებას გაყვება, რა მიმართულებითაც გადაადგილდება, ეს არის ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტური, მაგრამ ნუ დამოკიდებულია დეტალზე, დამოკიდებულია სიტუაციაზე. მივცემთ გენერაციას. მოგლეთ. ასე დააგენერირა ჩვენი კოორდინატები, ახლა შეგვიძლია უკვე სიმულაციაზე გავუშვათ. მარჯვენა ღილაკი, სიმულაცია, აქ სიმულაციის სიჩქარე შეგვიძლია გაუზარდოთ, შეგვიძლია დავაკლოთ. და როგორც ხედავთ, ასე ამოჭრა. ნელ-ნელა, კოხტად, შვიდად, არაფერი არ დაჯახებულა, თუ ახლა ფრეზი გვექნებოდა მაგალითად მოკლე, ან რატო არის მნიშვნელოვანი რომ აქ ზომები მივთითოთ. მაგალითად tool length მივთითოთ 10 მმ, shoulder length 5 მმ, flux length 4 მმ, save as edit tool, yes. Duplicate tool name found, okay. აი save edit tool უნდა მიმეცათ, არა ახალი ფრეზი შენახვა. ახლა გამიწითლა და მეუბნება რომ ხელახლა დააგენერირე, იმიტომ რომ რაღაც ცვლილება არის. მივეცით ხელახლა გენერაცია, მივეცით სიმულაცია. აი ნახე მეუბნება holder shank collision error. ეჯახებაო, გააგრძელე თქო ეტყვი. ნახეთ გამიწითლა. ეს უკვე დაეჯახა ფრეზი, დაადგარი უკვე აღარ ვარგა, ჩვენც აღარ ვარგივართ, მასალას გაფუჭებულია, სამსახურიდან გაგვაგდეს. ეგ რო არ მოხდეს, მაგიტო აქ ადამიანურად ჩავწეროთ რეალური სიგრძეები, რაც არის ფრეზის. არა, save edit tool, მიცეთ exit-ი, კიდევ გამიწითლა, იმიტომ რაღაც ცვლილება არის ფრეზშიო, რეგენერაცია, მიცეთ სიმულაცია, აქ არავინ არ გვიბრაზდება. სამსახურშიც მუშაობთ, ხელფასიც მეტი გვაქვს, ჩვენს ბედნიერები ვართ, დეტალის გაკეთებულია, მაინც დაიჯახა.
ესე იგი ისევ სამსახურიდან გავაკეთეს. მოდი მივუბრუნდეთ და ფრეზის სიგრძე მივთითოთ 35. 25 გვაქვს აქ სამუშაო სიგრძე. მოდი 28. Flute length 27. Save-ის თუ აბა ნახოთ. ახლა მე მგონი გადავჩებით. რეგენერაცია, სიმულაცია, მოდი სიჩქარის გავუზარო, ყველაფერი კარგად არის. ესე იგი. აი ეგ არის. მეტი არაფერი. ანუ ეს არის მარტივი დამუშავების ოპერაცია. მაგრამ Z თუ გვახსოვს, აქედან შეგვიძლია დეტალების გამორთვა, აი სიმულაციის ჩართვა, აქედან შეგვიძლია ვიზუალიზაცია, ხელს როცა დავაჭერთ G-კოდი გამოჩნდება, შეგვიძლია დეტალის გამორთვოთ, მხოლოდ G-კოდს შევხედოთ და ასე შემდგომ. აი აქ ყველაფრის ანუ ფუნქციონალი გვაქვს, შეგვიძლია Z-ზე ჩასვლა გამოურთოთ, ან კოორდინატი გამოურთოთ, ან რაღაც ეგეთი. ანუ ყველაფრის კონტროლი გვაქვს. რომ კარგი კომპლექსურ დეტალებზე ეს აუცილებელიც არის. ახლა გვაქვს შიგა დამუშავება. ეს იყო პროფაილინგი. Prof out. აქ დავაკლიკოთ ამას, Ctrl-C, Ctrl-V და დავაჭროთ Prof in. და შიგა დამუშავება გავუკეთოთ. შიგასთვის გვიწევს აქ tool, მარასად იყო cut parameters. დავაჭროთ inside და Control geometry-ში გავაქტიუროთ ეს შიგა კონტურები. მივცეთ გენერაცია. ახლა უკვე შიგნიდან დავამუშავებს. აქაც მივცეთ სიმულაცია. ეს გამორთული გვაქვს სასიმულაციოდ. მოდი ორივე მოვნიშნოთ. სიმულაცია. ეს გარე კონტურის გამიაქტიურებია. ეს არა, აი ეს უნდა წავშალოთ. Remove active. მივცეთ გენერაცია. აი ამისთვის არის კარგი გენერაცია, მაგრამ თითქოს მაინც არის გააქტიურებული ეს გარე კონტური. ახტება, მოდი remove all. ესეც გავაქტიუროთ, ესეც გავაქტიუროთ. აი ეგრე. მოდი ორივე სიმულაცია მივცეთ. ეს დაგვიმუშავა. იდეაში ჯერ გვინდა შიგა დამუშავება, ვიდრე გარედან ამოჭრით დეტალს, იმიტომ რომ დეტალი ამოგვივარდება, ანუ გარედან რო შემოჭრით, ამოგვივარდება. მაგიტომ მოვკიდოთ ამ prof ins, ავწიოთ ზემოთ და აი ესე მივცეთ ახლა სიმულაცია. ჯერ შიგნით ამოჭრის, ნახრეტებს გავუკეთებ, შიგნით ამოჭრის, მერე გარედან შემოჭრით და დეტალი ამოვარდება. ახლა ორივე შეგვიძლია მოვნიშნოთ, shift ღილაკით, მარჯვენა ღილაკი, პოსტი, დესკტოპზე ავირჩევთ, ability systems და test 1. და აქ G-კოდს დავგენერებს. აუცილებლად გენერაციის დროს მაინც დააკვირდით აქ პოსტი, ნახდათ ability systems-ი თუ არის არჩეული და შემდგომ აკეთებთ posts. ეს დეტალი ახლა ჩვენ რო გარედან შემოვჭერით, რო არ ამოგვივარდეს, აქ მახსოვს ქონდა ეგეთი რაღაც. Sorting cornering parameters, advanced cut parameters. წესით სადღაც უნდა იყოს აქ ფუნქციონალი, უბრალოდ ვერ ვიხსენებ, სამაგრების cut levels, control geometry. რა ამის მე მგონი გახსენება მომიწევს. Advanced cut parameters, perform cut rounding, cut arc fittings, bridge. აი ეგერ არის. სამკუთხა ტიპის, მოდი rectangle კვადრატული ტიპის იყოს, bridge height-ი. მოდი სიმაღლე იყოს 2 მმ, ძალიან ბევრია, მილიმეტრი იყოს, bridge length-ი 4 მმ-ის ბევრია, მოდი 3 იყოს, reduce feed on descending motion. აქაც ესეც მოვნიშნოთ. და მოდი ეს დავიკავოთ 3 ნაწილით. და მივცეთ გენერაცია. აი ნახეთ რა ქნა? აი ამ ადგილას ძირში ეს ასე გააკეთებს. მივცეთ ახლა სიმულაცია ორივეს. და ნახეთ აქ რა გააკეთა? სამაგრი გააკეთა, აქაც სამაგრი გააკეთა. და აი აქაც სამაგრი გააკეთა. შეგვიძლია ეს სამაგრების რაოდენობა გავუზარდოთ. შესაბამისად, როდესაც მორჩება მუშავას ეს დეტალი აქ შიგნით იქნება, არ ამოვარდება, ანუ ბოლო ოპერაციაზე და ავიღებთ მე და ხელით მოვტეხავთ. ამას დანით ჩავჭრით. თურბილი მასალა, ალუმინზედაც, მყარ მასალაზედაც კი ესეც შეიძლება მაგალითად სამარჯვე ხელსაწყოთი ეს მე მოაჭრა და შკურკით დაამუშავა. თუ რაოდენობა გვაქვს საკეთებელი, ასე ჯობია, ანუ მუდმივად ადამიანი თავზე ვერ დაადგება დანადგარს. ამისთვის არის ეს ბრიჯები. და ბრიჯის ტიპებიც განსხვავებული არის. უბრალოდ დიდი ხანია მე ეს ფუნქცია არ გამომიყენებია, სად იყო advanced cut parameters და შეგვიძლია მაგალითად სამკუთხედიც იყოს. Perform corner rounding, კუთხეების მომრგვალება არ გვინდა. აი ესეც სამკუთხა, ეს გაწყდება მაგალითად მარტივად, კვადრატი მარტივად არ გაწყდება. აი ასეც გააკეთეს. და მარტივად მოვწყვიტოთ. ეს არის და ეს. შემდგომ გაკვეთილზე გვექნება 3D მოცულობითი ოპერაციები. ნუ ჯერ პრინციპში უნდა დავამთავროთ ჯერ 2D დამუშავების ტიპები, შემდგომ 3D და ბოლოს 4D დამუშავების ტიპებიც.